რამდენად რეალურია ომის საფრთხე? საქართველოში ომი ისედაც არის, მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში გახშირდა ხოლმე ბოლო დროს ფრაზები, რომ აი საპროტესტო აქციები და რაც ხდება, აბა ეს შვიდობა და ასე შემდეგ. არა, მე მეგულისხმობ რუსულ ჯარს, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე და 2008 წლის შემდგომ რაც ხდება იმ სიტუაციაზე, ეს არის ომი, უბრალოდ ეს არ არის ომის ცხელი ფაზა. საქართველოს ჩვენ ომი ისედაც გვაქვს. ეს ერთი. მეორე, ჩვენ აქ უნდა გავმიჯნოთ პროპაგანდა და რეალური საფრთხეები. ბელარუსის პოლიტიკას რო დააკვირდეთ, ლუკაშენკოს მთავარი მესიჯი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინას და ზოგადად რითი ამაყობს ლუკაშენკო რას ამბობს, რომ ჩვენთან არის შვიდობა. აი ეს რომ შვიდობა, აბა ომი გინდა, ჩვენთან აქ ომი იქნება და ასე შემდეგ, ამას სხვადასხვა ავტორიტარები იყენებენ, მათ შორის ლუკაშენკო იყო ერთ-ერთი, ვინც ყველაზე აქტიურად იყენებდა და დღემდე იყენებს ამ მესიჯს, რომ ჩვენთან რაც ნატოსთან ომი იქნება, თუ ვისთან ომი იქნება და ბელარუსთან უნდა ქონდა ომი, ცოტა ვერ ხვდები, მაგრამ ამ მესიჯს ჯერ ლუკაშენკო იყენებდა და შემდგომ უკვე გადაიღო ეს მესიჯი აქტიურად ქართულმა ოცნებამ. როცა შენი მეზობელი არის რუსეთი, შენ უსაფრთხოდ ვერასდროს იქნები, გარანტიას იმისა, რომ ომი არ მოხდება, სამწუხაროდ ვერავინ მოგცემს. ამიტომ შენ თავარი კითხვა რაც უნდა დასვა, ყავს თუ არა ხელისუფლება, რომელიც ადარდებს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების საკითხი, აკეთებს თუ არა ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვას. მათთვის რა უფრო მნიშვნელოვანი არის ეროვნული ინტერესები, თუ მაგალითად ერთი კონკრეტული კერძო პირის ინტერესები, მისი ბიზნეს ინტერესები და ასე შემდეგ.